Კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. საკმაოდ საინტერესო პროგრამაზე ვისაუბრებთ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში. ასე ქვია ამ პროგრამას, რომელსაც ახორციელებს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განხლების ცენტრი და სწორედ ამ პროგრამის კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში მენეჯერი სოფო ბერიშვილი შემოგვიერთდა საეთერო სტუდიაში. მოგესალმებით სოფო. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა. თავად პროექტი არაერთ მიმართულებას ითვალისწინებს და ჩვენ მოგვიწევს ერთ-ერთ მათგანზე საუბარი, ეს არის ბანაკი მოხალისეთა ქსელის შექმნა და გაერთიანება, მაგრამ მოდით სულ თავიდან ჩვენს მსმენელს და მაყურებელს რომ სრულფასოვანი ინფორმაცია ჰქონდეს და წარმოდგენა შეექმნას, დავიწყოთ თავად ამ პროექტის შექმნის იდეაზე, როდის დაიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა და აღნიშნული პროექტის მიზანი რა იყო? ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობას მოგახსენებთ მეც ასევე ჩვენი მოწვევისათვის. მე მიხარია რომ თქვენი ეთერის საშუალებით კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწვენთ ხმას და მივაწოდებთ ინფორმაციას ჩვენი პროექტის შესახებ. პროექტი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში 2019 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების ზეგავლენის შემცირება მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურასა და საარსებო გარემოზე. ეროვნულ დონეზე ეს არის ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვის მეშვეობით და ადგილობრივ დონეზე რისკებზე დამყარებული ქმედებების გატარებით. თავად პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის და შვეიცარიის მთავრობის თანადაფინანსებით. და ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს გაეროს განვითარების პროგრამა, რომელიც გვეხმარება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. თუმცა აუცილებლად ასევე უნდა ვისაუბრო იმ უწყებებზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი ქოლგის ქვეშ არსებული უწყებები, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი ქვეუწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მისი ქვეუწყება, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და აუცილებლად უნდა აღნიშნო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. კეთილი. მოდით აგვიხსენით როდესაც ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, თავარ გამოწვევას რას ვხედავთ და იგივე ის, რასაც დღეს ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ვეტყვით, ეს არის მოხალისეთა ქსელი, რომელიც პრინციპში მუდმივად ივსება და აძლევს შესაძლებლობას ახალგაზრდებს დაინტერესდეს ამ თემით და ამ ბანაკში მიიღონ მონაწილეობა. საბოლოო ჯამში ამ პრიზმიდან თუ გადავხედავთ თქვათ 6 წლის განმავლობაში განხორციელებულ იმ აქტივობებს, ყველაზე მნიშვნელოვანი იგივე ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში თუ შედგა და რა თქვათ გამოწვევები გამოიკვეთა? კი ბატონო, პირველ რიგში აუცილებლად მინდა ვისაუბრო გეოგრაფიულ დაფარვაზე, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან და რადგანაც 2019 წლიდან დავიწყეთ პროექტი, როგორც უკვე აღვნიშნე, თავდაპირველად პროექტი ფარავდა 10 მუნიციპალიტეტს, პერიოდულად ხდებოდა საჭიროებიდან გამომდინარე და რისკებიდან გამომდინარე, საფრთხეებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტების დამატება. ბოლო დამატება მოხდა 2025 წელს, 2025 წლის გაზაფხულზე დაგვემატა 15 მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოდან და უმნიშვნელოვანესი აღინიშნოს, რომ დღესდღეობით პროექტი ფარავს 46 სამიზნე მუნიციპალიტეტს და 116 მოწყვლად თემს. რასაკვირველია პროექტი თვითონ ცენტრი გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მისი როლი ამ პროექტის ფარგლებში არის საზოგადოებაში ცნობიერების დონის ამაღლება და ვახორციელებთ ძალიან ბევრ საგანმანათლებლო პროგრამას. რაც შეეხება თვითონ მოხალისეთა ქსელს, ამ შემდეგ უკვე ბანაკზეც ვისაუბროთ, რასაკვირველია, ასევე მინდა ვთქვა, ჩვენ დავდეთ პოსტი, სადაც შესეუძლიათ მონაწილეებს, რომ მიიღონ მონაწილეობა და შეავსონ სპეციალური ფორმა.
იქ იყო პატარა პროტესტი, რომ ყველას რატომ არ აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა. კი ბატონო, აი ვიშეულია მიიღოს ეს მონაწილეობა ეს გითხარით. მე ვიცი რომ ასაკობრივ შეზღუდვაზე აქ საუბარი ხო? აუცილებლად უნდა იყოს 15-17 წლის ახალგაზრდა რომ მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ვფარავთ საქართველოს ყველა რეგიონს, მაგრამ პროექტის ფარგლებში არის გათვალისწინებული როგორც უკვე ვთქვი 46 მუნიციპალიტეტი და მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებიდან შეუძლიათ რომ მიიღოთ მონაწილეობა. ბანაკსაც შეეხება მე როგორ აღნიშნავ რომ ბანაკის შემთხვევაში უკვე მთელი საქართველოდან არიან ახალგაზრდები წარმოდგენილები. მოხალისებს რაც შეეხება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მოდით მითხარით აი ამ მოხალისეების თქვათ ცოდნის ამაღლების მიზანი რა თქვათ სარგებელ საზოგადოებრივ სიკეთეს ქმნის გრძელვადიან პერსპექტივაში. როდესაც 15-17 წლის მოზარდებზეა საუბარი და შენ ზუსტად იმ აქტუალურ თემებზე რაც სწორედ გარემოს კლიმატს ეხება, ინფორმაციას აძლევ და რაღაცნაირად გადაიარაღებ, შენ მას გარდა იმისა, რომ რეალობის დანახვის შესაძლებლობას აძლევ, იმ რისკებზეც აწვდი ინფორმაციას, რა გარემოშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ხო? როგორ ბრუნდება ეს უკან დაინტერესება ერთია, ვთქვათ, აი კონკრეტული რა მაგალითები შეგვიძლია ვთქვათ, ისეთი, რითაც მოხალისეობრივი მიმართულების განვითარებამ, ვთქვათ, თავისი ნაყოფი გამოიყო. მოგახსენებთ აუცილებლად, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წელს უკვე მეხუთედ აცხადებს მოხალისეთა მიღებას. ეს პროგრამაც ხორციელდება პროექტის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში ფარგლებში და მოხალისეთა ქსელი აერთიანებს 15-17 წლის ახალგაზრდებს სამისნე მუნიციპალიტეტებიდან და მიზანი არის მათი ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების პროცესში. ეს გულისხმობს, რომ მოხალისეების შერჩევის შედეგად არის რა თქმა უნდა კონკურსი, შერჩევის შედეგად უკვე ეს ბავშვები დისტანციურად ხდება, ანუ არის ონლაინ ტრენინგები. თვენახევრის განმავლობაში გადიან ტრენინგებს ჩვენი დარგის სპეციალისტების დახმარებით, საუბრობენ და იღებენ ინფორმაციას ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხზე, ისეთ გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიც არის კლიმატის ცვლილება, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შემცირება, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეები, ნარჩენების მართვა და სხვა უამრავი თემა. სწორედ აღნიშნული ტრენინგების დასრულების შედეგად მათ ეძლევათ საშუალება აღნიშნული და მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ თავიანთ თანატოლებს, მეგობრებს, ადგილობრივ მოსახლეობას. თვითონ ეს ბავშვები მოხალისეები შემდეგ უკვე თავიანსავე მუნიციპალიტეტებში, თავიანთ სკოლებში ატარებენ ტრენინგებს ზუსტად იმ თემებზე, რაც პატარა ელჩები ხდებიან ამ თემის შეიძლება ითქვას. შემდეგი ეტაპია უკვე ბანაკი. ეს ადამიანები რეალურად იღებენ თქვა თეორიულ ცოდნას და შემდეგ უკვე რაღაცა პრაქტიკულ საქმიანობაზე გადავდივართ ბანაკში. თუ როგორ არის ესეც რომ ამიხსნა. მოგახსენებთ, ბანაკი ჩვენი ერთ-ერთი ძალიან საამაყო პროექტია, ჩვენი ცენტრის ძალიან საამაყო აქტივობა და პროგრამა არის, ნამდვილად ციკლივით არის იწყება მოხალისეთა ქსელით, სადაც იღებენ მონაწილეობას მხოლოდ სამისე მუნიციპალიტეტებიდან და შემდეგ უკვე ის ბავშვები, რომლებიც გაივლიან ამ ტრენინგებს და წარმატებით დახურავენ მოხალისეთა პროგრამას, ავტომატურად ირიცხებიან უკვე მწვანე ბანაკში კლიმატის ელჩები. და იმ ბანაკი ყოველწლიურად ტარდება დაბა ბაკურიანში ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენი ცენტრის ამ პროექტის ფარგლებში უკვე 5 ჯერ განხორციელდა ბანაკი. წელსაც 2026 წელს ივლისის თვეში იგეგმება აუცილებლად ჩატარება. ბანაკის მიზანს აქაც არის შეზღუდვა 15-17 წელი არის მის ასაკობრივი ბარიერი კი ბატონო, სადაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ბავშვებს, ოღონდ აქ უკვე გვაქვს ის რომ შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ მთელი საქართველოს მასშტაბით, ფარავთ მთელ საქართველოს და ბანაკის მიზანს წარმოადგენს კლიმატის ცვლილებისა და სხვადასხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მონაწილეებში, მათ შორის გუნდური უნარჩვევების ჩამოყალიბება, თვითპრეზენტაციის უნარების განვითარება და პროექტების წერა. თვითონ სწავლობენ ამ ერთი კვირის განმავლობაში ასევე დარგის სპეციალისტებთან ერთად. ერთი კვირა გრძელდება დაბა ბაკურიანში, იღებენ ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაციას, დიდ ცოდნას იძენენ და ასევე ვასწავლით პროექტის წერას, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი გვეხმარება ზუსტად ამ პროექტის წერის შესწავლაში
იყოფიან მუნიციპალიტეტები გუნდებად, რამოდენიმე გუნდი ყალიბდება, სწავლობენ პროექტის წერას ეს ბავშვები და შემდეგ უკვე მთელი წლის განმავლობაში ახორციელებენ იმ პროექტით განსაზღვრულ აქტივობებს, რომელსაც წარმოადგენენ ხოლმე ბანაკში. და ბანაკის ბოლოს ამ ბავშვებს ჩვენ გადავცემთ ხოლმე კლიმატის მიენიჭება ხოლმე კლიმატის ელჩის სტატუსი და დიდი სიამაყით აღნიშნავთ ხოლმე ყოველთვის, რომ ამ 5 ბანაკის განმავლობაში დღესდღეობით ჩვენ უკვე გვყავს 208 კლიმატის ელჩი. კონკრეტულ თქვათ ამ ზაფხულის ერთკვირიან ბანაკში რამდენი მონაწილე უნდა იყოს? ყოველწლიურად ეს არის 50 მონაწილე. ბანაკის შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი მოთხოვნა არის ხოლმე, რადგან მთელი საქართველოდან არის ძალიან დიდი მოთხოვნა არის. ბავშვები წარმოადგენენ თავიანთ სამოტივაციო წერილებს, ასევე ვთხოვთ პატარა 2 წუთიანი ვიდეოს შექმნას, თუ რა კონკრეტული საფრთხე შესაძლებელია იყოს მათ სამიზნე მუნიციპალიტეტში კლიმატის და კატასტროფების რისკებიდან გამომდინარე, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული, ძალიან საინტერესო ვიდეოები არის ხოლმე და საკმაოდ რთულია გადარჩევა იმ 50 ბავშვის, რომელსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ წამოვიდეს ბანაკში და ერთი კვირა გაატაროს თავის თანატოლებთან ერთად. კეთილი, ანუ ესე იგი ბანაკის წევრები მოხალისეობრივ პროგრამასაც გადიან? იწყებენ მოხალისეობით, კი ბატონო. შემდეგი ეტაპია ესე იგი, ეს არის საფეხური, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარონ. მოხალისეობით, მე აქ არის რაღაც კრიტერიუმები, თუნდაც ის რაც წეღან აღვნიშნე, რომ მე თავიანთ მუნიციპალიტეტებში უნდა ჩაატანონ კონკრეტული რაოდენობის შეხვედრები და ასე შემდეგ. ესე იგი ეს ბანაკი რეალურად არის დამსახურება, უნდა დაიმსახურო, ხო? როგორც აქტივობა უნდა გქონდეს. შენი ინფორმაცია არის თეორიული, რომელიც მოგეწოდა რაღაცნაირად გაავრცელო, მოახდინო მისი თქვათ ინტეგრირება სპეციალურ ჯგუფებში. მოდით ვთქვათ, როგორ შეიძლება დავრეგისტრირდეთ, კონკრეტული ადამიანები ამ სამიზნე კატეგორიიდან ამ პროგრამაში და როდის იწყება ეს რეგისტრაცია და ვადებიც რომ დაწყებული არის, კი ბატონო, რეგისტრაცია უკვე დაიწყო, ონლაინ არის შესაძლებელი, არსებობს სპეციალური ფორმა და მული, რომელზეც შეუძლიათ, რა თქმა უნდა, რომ დარეგისტრირდნენ და რეგისტრაცია სრულდება განაცხადების მიღების ბოლოვა და გახლავთ 9 მარტი. კეთილი, დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ. პროგრამა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საქართველოში მენეჯერი სოფო ბერიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დათმობილი დროისთვის.